და ქართული ბორჯღალოსნების კიდევ ერთი წარმატება საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შეერთებული შტატების ნაკრები ანგარიშით 19-17 დაამარცხა. დაძაბულ შეხვედრაში ქართულმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი 6-11 წააგეს, შეხვედრის მეორე ტაიმში კი კვლავ სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მატჩი ბოლო 10 წუთში ქართველებმა გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მე-80 წუთზე ლექსო გუგავამ მოახერხა გადამწყვეტი ლელოს დადება, მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. ბორჯღალოსნებმა ამით სეზონის ბოლო ტესტ მატჩი მოიგეს. ARB-ის რეიტინგში კიდევ ერთი საფეხური დაწინაურდნენ, რიჩი დიქსონის გუნდმა რეიტინგში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. თამაშის მანძილზე გვიგებდნენ ისინი შეხვედრას, ბოლო წუთებში მომახერხეთ თამაშის გარდატეხვა, რაშიც დიდი მადლობა მინდა უთხრა ქართულ მაყურებელს, ძალიან დაგვეხმარნენ და გვიქომაგეს. იმედი აქვს სერიის უფრო მეტი დრო გვექნება სამუშაოდ, ილიაც, გიაც, მამუკაც უფრო ფორმაში იქნებიან, მე მგონი, დაუბრუნდებიან და მსოფლიო ჩემპიონატშიც უფრო მეტი დრო გვექნება კიდე სამუშაოდ, ვეცდებით რომ ეს პატარა პრობლემები რაცა დადებითად მოგვაქვს. ძალიან გვჭირდება ესეთი თამაშები. სამწუხაროდ ძალიან შორს არის ამერიკა და კანადა ჩვენგან, თორემ ჩვენ ბევრად გვირჩევნია ვითამაშოთ ესეთი დონის გუნდებთან და გავიზარდოთ და წინ წავიწიოთ, ვიდრე იმათთან, ვისთანაც გვიწევს წლიდან წლამდე თამაში და ეს საერთაშორის ამერიკელების და კანადის აზრიც არის და ვნახოთ თუ საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარება ფინანსურად, რომ ხშირად ვითამაშოთ, ამას გავაკეთებთ უდიდესი სიამოვნებით.